იანვარი, ვენესუელა და ნიკოლას მადურო, თებერვალი და მარტი, ირანი და აიათოლა ალი ხამენეი. სოციალურ მედიაში ასეთი კალენდარი ვრცელდება, რომელიც შთაბეჭდილებას გვიქმნის, რომ ტრამპის ამბიციები თითქოს აქ არ სრულდება და აპრილშიც გაგრძელდება. და ვინ იქნება მისი შემდეგი სამიზნე? დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს კუბა. And I think Cuba is going to be something we'll end up talking about because Cuba is a failing nation right now, very badly failing nation. და ამ ვიდეოში გავარკვევთ რატომ. შეამოწმე ხარ თუ არა ჩემი გამომწერი, რათა არ გამოტოვოთ ეს და სამყაროს სხვა ყველაზე აქტუალური თემების ანალიზი, რომელსაც პირველად მოისმენთ მხოლოდ ამ არხზე. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. კუბაში ამჟამად ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, შეერთებული შტატების ენერგობლოკადის დამსახურებით, რასაც კუბას მთავრობა ეკონომიკურ გენოციდს ეწახის. კორუფცია, მოძველებული ინფრასტრუქტურა, უშუქობა, მედიკამენტების დეფიციტი, საერთაშორისო იზოლაცია. ეს მხოლოდ იმ პრობლემების ნაწილია, რასაც ახლა კუბელები განიცდიან. მათი უმრავლესობა ძირითადად მთავრობისა და შიდა პოლიტიკის ბრალია, მაგრამ შეერთებული შტატების გამიზნული სანქციები ნავთობზე ფაქტობრივად გუდავს კუბას ეკონომიკას. როგორც დონალდ ტრამპმა დაწერა, კუბაში არანაირი ნავთობი და ფული აღარ შევა. მაგრამ რატომ? რატომ უპირისპირდება მსოფლიოს უდიდესი ძალა კუბასნაირ ქვეყანას და თან მაინც და მაინც ახლა, როცა თითქოს ამერიკას სხვა საქმეც ბევრი აქვს. დავიწყოთ დროის ფაქტორით. კუბას კომუნისტური რეჟიმი ახლა ყველაზე უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ოდესმე. ეს სისუსტე კი შეერთებული შტატებისთვის არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოვლენები გარე ზეწოლის საშუალებით ვაშინგტონის სასარგებლოდ განვითარდეს. წარმოიდგინეთ ამჟამინდელი სოციალური ფონი, უშუქობა, საკვების ნაკლებობა, დაკეტილი სკოლები, უწყლოობა, ენერგოკრიზისის გამო ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რადიოც კი გაითიშა დროებით მარტის დასაწყისში. ქვეყნის უცხოური შემოსავლის მთავარი წყარო, ტურიზმიც კი ფაქტიურად განულებულია, რადგან თვითმფრინავებისთვის უკან დასაბრუნებელი საწვავი თითქმის არ არსებობს. კუბელები 2022 წლიდან ცხოვრობენ მსგავს კრიზისში, მაგრამ სიტუაცია ახლა უკიდურესად გაუარესებულია. ამას კი ერთი მთავარი მიზეზი აქვს: ნიკოლას მადუროს დაკავება და ვენესუელურ ნავთობთან წვდომის დაკარგვა. ნავთობი არ არის მხოლოდ ბენზინი და ის ჭირდება ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებას, მათ შორის ელექტროენერგიის სადგურების მუშაობასაც. ელექტროენერგია კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ საღამოხან სივრცეების განათებაში, არამედ წყლის მიწოდებაშიც. შესაბამისად, ეს არის ჯაჭვი, რომლის შემაკავებელი რგოლი, ნავთობი არ არსებობს. 2025 წლის მონაცემებით კუბა ნავთობის დაახლოებით 4%-ს ყიდულობდა ალჟირიდან, 10%-ს რუსეთიდან, 25%-ს მექსიკიდან და 60%-ზე მეტს ვენესუელადან. დააკვირდით ამ გრაფს. აქ კარგად ჩანს გასულ წელს საიდან რამდენ ნავთობს იღებდა კუბა. ახლა კი შეხედეთ 2026 წლის თებერვლის მონაცემებს. აქ რაიმე არ გეგონოთ გამორჩენილი, უბრალოდ მონაცემები ფაქტიურად ნულოვანია და გრაფზე ასასახიც არაფერია. They live off Venezuelan money and oil. And none of that's coming now. დიახ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მადუროს დაკავებამ და უპრეცედენტო დონის გავლენამ ვენესუელას ამჟამინდელ მმართველობაზე კუბას გადაუჭრა ნავთობის ყველაზე მნიშვნელოვანი არტერია. ვენესუელა გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა ქვეყნებმა გაუზარდონ კუბას მიწოდება? თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ხორციელდება, რადგან აქაც შეერთებული შტატების სანქციები მოქმედებენ. 2026 წლის იანვარში ტრამპმა კუბას მთავრობის პოლიტიკა გამოაცხადა უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხედ. ამან კი ვაშინგტონს საშუალება მისცა დაეწესებინა დამატებითი ტარიფები იმ ქვეყნებზე, რომლებიც კუბას ნავთობს მიყიდდნენ. ავიღოთ მექსიკა. შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი და კუბას სიდიდით მეორე ნავთობის მიმწოდებელი, რომელიც ვეღარ ბედავს ვერც ნავთობის მიყიდვას და ვერც ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნას კუბაზე. და ეს გასაგებიცაა. თუ მექსიკამ არჩევანი კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის უნდა გააკეთოს, ბუნებრივია, შეერთებულ შტატებს აირჩევს ეკონომიკურადაც და გეოპოლიტიკურადაც. And then the president of Mexico, President Sheinbaum, was very good. I said, look, we don't want you sending oil there. And she's not sending oil. შემდეგი ლოგიკური ალტერნატივა შეიძლება იყოს რუსეთი. და ასეც არის. დღეს კუბაში თუ რაიმე მარაგი შედის, თითქმის მთლიანად რუსეთიდან. მაგრამ ეს არ არის საკმარისი და სისტემატიური.
მოგეხსენებათ, რუსეთის ნავთობზეც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს და თან სულ ახლახანს იყო იანვარში, როცა შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინეს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების კონფისკაცია. მათ შორის გემის სახელად მარინერა. შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეს ნავთობი ჩამოართვა და მიითვისა. კარიბის ზღვაში კი ამერიკის ფლოტი ამ დრომდე გაძლიერებულად მოქმედებს. ამიტომ რუსეთისთვისაც რისკის შემცველია მნიშვნელოვანი ნავთობის მარაგის გაგზავნა კუბაზე. ამას ემატება დონროს დოქტრინაც, რაზეც დეტალურად ამ ვიდეოში ვისაუბრე. და აქვე უცებ შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის უსაფრთხოების სტრატეგიაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს უცხო ძალის დომინაციას დასავლეთ ნახევარსფეროში. მოგეხსენებათ, ირანში მიმდინარე ომის ფონზე ვაშინგტონმა ერთი თვით მოხსნა რუსულ ნავთობზე სანქციები, მაგრამ ეს შეეხო მხოლოდ იმ მცირე ნავთობს, რომელიც 5 მარტის მონაცემებით უკვე გასაყიდად იყო მზად. თუმცა ამ ომის ესკალაციასთან ერთად შესაძლოა რუსული ნავთობის მოხმარება გაიზარდოს. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოგრჩეთ მსგავსი მსოფლიო ცვლილებები. რაც შეეხება ალჟირს. ალჟირსაც რაში აწყობს შეერთებული შტატების გადაკიდება კუბას გამო. თან ალჟირიდან კუბაზე დიდი რაოდენობით ნავთობის გაგზავნა უკვე ისედაც დიდი ლოჯისტიკური გამოწვევაა. ამიტომ კუბა ფაქტობრივად სრულ ენერგობლოკადაშია. მოსახლეობის 99% სიღარიბის მიღმა ცხოვრობს, ქვეყნის საშუალო ხელფასი კი თვეში $16-18. კუბა რომ დასუსტებულია გავარკვიეთ, მაგრამ ახლა გადავიდეთ შეერთებული შტატების ინტერესებზე. რაში აწყობს ვაშინგტონს კომუნისტური რეჟიმის გამოფიტვა ჰავანაში? დონალდ ტრამპი არ არის პირველი ამერიკის პრეზიდენტი, ვინც კუბაში რეჟიმის მორყევას ცდილობს. გაგახსენებთ, ღორების ყურის წარუმატებელ ოპერაციას პრეზიდენტ კენედის დროს 1961 წელს. მას შემდეგ, რაც კუბას სათავეში ფიდელ კასტრო მოვიდა და დაიწყო ეკონომიკის სოციალიზაცია, ამერიკული ბიზნესების სახელმწიფოსთვის მიკუთვნება და საბჭოთა კავშირთან დაახლოება, შეერთებული შტატები შეშფოთდა. მით უფრო, რომ კუბა გეოგრაფიულად ძალიან ახლოს მდებარეობს ამერიკის ტერიტორიასთან და ცივი ომის დროს სულ არ აწყობდა ამერიკას თავის სამეზობლოში საბჭოთა კავშირის გავლენის გაძლიერება. ამიტომ 1960 წლის მარტში ამერიკის პრეზიდენტმა აიზენჰაუერმა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს CIA-ს დაავალა შეემუშავებინა კუბაში შეჭრისა და კასტროს რეჟიმის ჩამოგდების გეგმა. ვაშინგტონის მიხედვით CIA მოამზადა ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დააფინანსა დაახლოებით 1400 კუბელი ემიგრანტისაგან შემდგარი კონტრრევოლუციური ძალა ბრიგადა 2506. შემდეგ 1960 წელს უკვე ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რობერტ კენედიმ შეიტყო ამ გეგმის შესახებ და მისი განხორციელების ბრძანებაც მან გასცა. თავდასხმა დაიწყო გვატემალადან, შემდეგ ბრიგადა 2506-ის ნაწილი კუბაში, ღორების ყურეში გადავიდა, სადაც 2 დღეში დამარცხდნენ 20,000 კუბელ სამხედროსთან. ამ წარუმატებელმა ოპერაციამ ბუნებრივია შეერთებული შტატები რეპუტაციულად დააზარალა. კასტროს ხელისუფლება კი კიდევ უფრო გააძლიერა. მას შემდეგ კიდევ ათეულობით მცდელობა განხორციელდა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღემდე ვერავინ შეძლო კუბაში მმართველობის შეცვლა. ამიტომ დონალდ ტრამპს შესაძლოა ახლა ჰქონდეს უპრეცედენტო შანსი, რომ გააკეთოს ის, რაც ვერც ერთმა სხვა ამერიკის პრეზიდენტმა ვერ შეძლო. თუმცა, ამას მოგვიანებით დაუბრუნდებით, ამიტომ ბოლომდე დარჩით ჩვენთან ერთად. ამ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაცია გარედან ეკონომიკური ზეწოლით ცდილობს კუბაში რეჟიმი თავისთავად მიიყვანოს ჩამოქცევამდე. I think it's just going to fall. I don't think we need any action. They have a situation that's very bad for Cuba. They have no money, they have no oil. მაგრამ არც რეჟიმის ეკონომიკური ზეწოლით ცვლილებაა ახალი სტრატეგია შეერთებული შტატებისათვის. ამერიკას ცივი ომის პერიოდიდან ჰქონდა დაწესებული კუბაზე ეკონომიკური ემბარგო, რის გამოც საბჭოთა კავშირი მისი მთავარი პარტნიორი გახდა. სწორედ ასე გადაიქცა კუბა მნიშვნელოვან მოთამაშედ გასულ საუკუნეში. თუმცა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კუბამ დაკარგა ნავთობის წყარო და უმნიშვნელოვანესი საბჭოთა სუბსიდიები, რამაც გამოიწვია უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი, რომელსაც კუბელები სპეციალურ პერიოდს ეძახიან. სპეციალურმა პერიოდმა ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა, მაგრამ ხელისუფლება მაინც გადარჩა. ეს კი იმიტომ, რომ მთავრობამ შეძლო სოციალური პროგრამების შენარჩუნება სამხედრო ბიუჯეტის თითქმის 90%-ით შემცირების ხარჯზე.
არ დაიხურა ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები და მეტიც. ამ პერიოდში კუბაში უპრეცედენტო რაოდენობის სამედიცინო პერსონალი მომზადდა, რითაც შემცირდა სიკვდილიანობა და 1990-იანი წლებიდან ქვეყანამ დაიწყო სამედიცინო დიპლომატია. მაგალითად, უგო ჩავესის პერიოდში, ეს ის ადამიანია, ვინც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ვენესუელა ნავთობს შეღავათიან ფასებში აწვდიდა კუბას 10,000-ობით გაგზავნილი ექიმის სანაცვლოდ. თუმცა 2010-იანი წლების შუა პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ჭარბმა მიწოდებამ ფასები მკვეთრად შეამცირა და ვენესუელაც ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ამის შედეგად ვენესუელამ უკვე ნიკოლას მადუროს პერიოდში კუბასთვის გაგზავნილი ნავთობის რაოდენობა შეამცირა. მაგრამ ამ დროისათვის კუბას საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი რამ ხდება. ბარაკ ობამა ფიდელ კასტროს ძმის, რაულ კასტროს მმართველობის დროს კუბასთან იწყებს შეერთებული შტატების ურთიერთობების ნორმალიზებას 13 პუნქტიანი გეგმით. შეერთებულმა შტატებმა კუბა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო, გარკვეული სავაჭრო და სამოგზაურო შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ემბარგო ძალაში დარჩა, რადგან მისი გაუქმება მხოლოდ კონგრესს შეუძლია. ობამამ ისტორიული ვიზიტიც კი განახორციელა კუბაზე. მაგრამ ეს დროებით იშვება დიდხანს არ გაგრძელებულა. დონალდ ტრამპმა კუბას მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო როგორც პირველი პრეზიდენტობის ვადაში, ისე ახლა. დაუბრუნდეთ ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებს კუბაზე. პირველ რიგში, როგორც უკვე ვახსენე, ტრამპს ახლა აქვს ისტორიული შანსი, რომ მიიწეროს კიდევ ერთი გამარჯვება დასავლეთ ნახევარსფეროში და ამ კალენდარს მიამატოს მიგელ დიას კანელი, კუბას ამჟამინდელი პრეზიდენტი. ეს არის პრესტიჟის და ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი, რადგან ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, ვინც ამას შეძლებს, თუ შეძლებს, რა თქმა უნდა. ჩვენ კი ყველამ ვიცით ტრამპის საყვარელი ფრაზა. You're going to see things that you've never seen in this country before. At levels that nobody's ever seen before. So we've done numbers that nobody's ever seen before. მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური ინტერესები და მარკო რუბიოს ფაქტორი. მარკო რუბიო, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანი, არის ტრამპის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. თავად რუბიო კი კუბელი ემიგრანტების შვილია. ამერიკაში გადასახლებული კუბელებისათვის კასტროს სოციალისტური რევოლუცია ხშირად ასოცირდება პირად ტრაგედიასთან, დაკარგულ საკუთრებასთან, დაკარგულ სახლთან და ემიგრაციასთან. რუბიოს კი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მუდმივად მკვეთრად ანტიკომუნისტური პოზიცია ჰქონდა კუბის მთავრობის მიმართ. Cuba is a disaster. It's run by incompetent, senile men, and in some cases, not senile but incompetent nonetheless. ამ განწყობებს იზიარებს კუბელ-ამერიკელი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც, განსაკუთრებით ფლორიდაში. კუბელი აქტივისტები ტრამპს ღიადაც კი მოუწოდებენ რეჟიმის შეცვლისაკენ ჰავანაში. ამიტომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაასრულებს კომუნიზმს კუბაში, რესპუბლიკური პარტია კიდევ უფრო გაამყარებს კუბელ-ამერიკელების მხარდაჭერას. მესამე, არსებობს სპეკულაციებიც, რომ ტრამპს კუბასთან დაკავშირებით პირადი დეველოპერული ინტერესებიც შეიძლება ჰქონდეს. კუბა არ არის ნავთობით მდიდარი ქვეყანა, თუმცა მას აქვს უნიკალური ბუნება და ტურიზმის უზარმაზარი პოტენციალი. წარსულში ტრამპი ღიად გამოხატავდა ინტერესს, რომ კუბაზე აეშენებინა სასტუმროები, გოლფის მოედნები და სანატორიუმები და დღესაც არსებობს ვარაუდები, რომ კუბაში პროამერიკული ხელისუფლების არსებობა მის ბიზნეს იმპერიას გაფართოების შესაძლებლობას მისცემდა. და კიდევ ერთი მიზეზი. შეიძლება კუბას არ აქვს ნავთობი, მაგრამ მას აქვს მეტალები. კუბა მსოფლიოს ათეულში შედის ნიკელის წარმოებით, რასაც ექსპორტზე აგზავნის ძირითადად ჩინეთში, ვენესუელაში, კანადაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში. ნიკელი კი კრიტიკული ელემენტია, განსაკუთრებით ელექტრომობილებისა და თავდაცვის ტექნოლოგიის წარმოებაში, რომლის დიდი მარაგებიც შეერთებულ შტატებს არ აქვს. როგორც ხედავთ, ყველა ეს ფაქტორი ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს კუბა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კუბაში ახლა უპრეცედენტო სოციალური და ეკონომიკური კრიზისია, მისი კომუნისტური მთავრობა არაერთხელ გადარჩენილა მსგავს ვითარებაში. ირანში მიმდინარე ომის ფონზე ჰავანამ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებზე მზადყოფნაც კი გამოთქვა, რასაც ტრამპმა განაცხადა. So we're talking to Cuba, but we're going to do Iran before Cuba. They've been waiting 50 years for what's happening with Cuba. So I think something will happen with Cuba pretty quick. კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი აზრი.
მოახერხებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია კუბაში კომუნისტური რეჟიმის დამარცხებას. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ამ ღილაკზე დაჭერით, უფრო მრავალფეროვანი კონტენტისთვის კი გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე, Spotify-ზე და ახლა უკვე Facebook-ზე. რა თქმა უნდა, საუკეთესო საშუალებაა ჩვენი ვებგვერდიც fyigeo.com, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ იპოვოთ ვიდეოც, სტატიაც და აუდიო ვერსიაც თქვენთვის სასურველ თემაზე. მადლობა ერთგულ მაყურებელს, მე კი ამ ვიდეოში შეგხვდებით.